ჯაფარიძე ხაზარაძე საპატიმროდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში აღმოჩნდნენ. ოპოზიციონერების გათავისუფლება პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებაა. შეწყალების აქტმა ოპოზიციას ახალი თავსატეხი გაუჩინა. მოწოდება, დამუნათება და კრიტიკა ხაზარაძე ჯაფარიძის ქუჩაში დასაბრუნებლად მათმა კოლეგებმა ყველა გზას და ხერხს უკვე მიმართეს. სოფო ბერიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე. ეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ნომერ მე-12 პენტენციურ დაწესებულებასთან უთხრა ჟურნალისტებს. კანონდარმღვევი შეგნებულად კანონდარმღვევ პოლიტიკოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი მადლიერებით არ მიუღია. მეტიც, მედიასთან პირველი განცხადების შესაძლებლობა მან სწორედ იმ ადამიანის კრიტიკისთვის გამოიყენა, რომელმაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის სასჯელ აღსრულების დაწესებულების კარი გააღო. სამაგიეროდ არც ერთ მათგანს არ გაუკრიტიკებიათ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ამ შეწყალების გამო მთელი დღეა ხაზარაძე ჯაფარიძეს ძიმე შეურაცხყოფას აყენებდნენ. პრეზიდენტის სახელმწიფო ნაბიჯი და ისტერია ოპოზიციაში. ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ციხისკარი ლელოს ლიდერებს საქართველოს პრეზიდენტმა გაუღო. მიხეილ ყაველაშვილმა კანონდამრღვევი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე შეიწყალა. პრეზიდენტის საკუთარი გადაწყვეტილებით ასრულებს ყველანაირ სპეკულაციას თვითმმართველობის არჩევნების ნაკლებად კონკურენტულ პირობებში ჩატარების თაობაზე. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებში ჩატარდება. ამასთან ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოებრივ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს ჩადის. არც ის გარემოება ამ ხედულობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველაზე მოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქვის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. უკუაყოფილი პატიმრები პრეზიდენტის შეწყალების აქტს მადლიერებით არ შეხვედრიან. მეტიც, მედიასთან პირველი განცხადების შესაძლებლობა სწორედ იმ ადამიანის კრიტიკისთვის გამოიყენეს, რომელმაც მათთვის საპატიმროს კარი გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა, გასაგებია, რომ მადლიერების გზნობა მე არ მაკლია, მაგრამ ეს არის მუხანათური და ვერ ვიტყვი ბინძური უკაცრავად ამ სიტყვაზე, საქციელი. პატივსვენ ყველა ოპოზიციონერის პოზიციას, ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ კარგად გააზრების და ასე ვთქვათ, ყველა ფაქტორის აწონ-დაწონის შემდგომ. პრეზიდენტის შეწყალების აქტმა ოპოზიციურ ველზე სრული ისტერია გამოიწვია. ახლა ნაწილი შეწყალებულ ოპოზიციონერებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს. ნაწილი კი პირდაპირ მნიშვნელობით ეხვეწება, რომ ქუჩის ოპოზიცია შეუერთდნენ და საარჩევნო კამპანია შეწყვიტონ. მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან. არ უღალატოთ საერთო ბრძოლას. ამ შემთხვევაში პიროვნული პოლიტიკური და ეროვნული ღირსების შენარჩუნება სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე გადის. ეს სიტყვები, რომ მე მეხებოდე სიკვდილს ვინატრებდი და გარეთ არ გამოვიდოდი. ლელოში თუ ვინმე დარჩით, ნორმალური უნდა გამორბოდეთ. მიწა უნდა გეწოდეთ ფეხქვეშ. გახარია და ლელო როგორც ოპოზიცია აღარ არსებობენ და ახლა მათი მხარდაჭერა ისეთივე უღირსობაა, როგორც მტრის მხარეს გადასვლა. ოპოზიციის მცდელობა ფუჭია, ლელო პოზიციას არ იცვლის და საარჩევნო მარათონს არ ეთიშება. ყოფილი პატიმრები ახლა ცდილობენ შეწყალების აქტი ოპოზიციას შორის მიზანმიმართული დაპირისპირების სურვილად მონათლონ. თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულეებს შორის. პრემიერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივს ცემს. ქართული ოცნებისთვის შეწყალების აქტი ერთდროულად ჰუმანური და სახელმწიფოებრივი ნაბიჯია. გარდაუვალი მარცხისგან ციხეში დამალულებს ახლა შესაძლებლობა აქვთ საკუთარი პარტიის საარჩევნო კამპანია შეუერთდნენ. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების პრეზიდენტის პარტგაგებით ხელისუფლების ნაწილი აბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. ეს ჰუმანური აქტია, შეიწყალა ორი დამნაშავე. რა ვიცი, ზოგადად ახლა ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, მაგრამ გონია, რომ უფრო მეტი
პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. ყველანაირი ინსინუაციების გამოსარიცხად კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება. შესაბამისად ხანდაზმულ თაღლითებს შეუძლიათ ეხლა რომ თავისუფლად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და თუ რაიმე სურვილი აქვს და შესაძლებლობა აქვს ქართულ საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი ხედვები, მაგრამ რა ხედვა უნდა კონდეს ხელმომწერ აგენტს, ხელმომწერი აგენტის ერთ-ერთი ხედვა არის რომ მიღებული დავალების შესრულებას შეეცადონ. ლელოს ლიდერებს თავისუფლებაზე რთული საარჩევნო რეალობა ხვდებათ. პარტია მარცხისთვის განწირული კანდიდატებით იმ გუნდთან კოალიციაში, რომელსაც წლების განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდნენ.